Განმაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევებით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მოცემულობაზე და ეკონომიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ ხვდებით ზამთრის სეზონს და მოსალოდნელია თუ არა გაიაფება ან გაძვირება, როგორი ტენდენციაა ზოგადად. ეკონომისტი პროფესორი ირაკლი მურცხოველაძე გსტუმრობს. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და სანამ უფრო სერიოზულ საკითხებზე გადავიდოდეთ და იმ პროცესებზე, რომელიც ბუნებრივია ალბათ, როგორც ეკონომისტს, როგორც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებს და იმ კორუფციულ გარიგებებზე და ზოგადად აი ამ ელიტარულ კორუფციაზე, რომელიც თურმე ყვავის ჩვენს ქვეყანაში ვისაუბრებდეთ, მე მინდა აი ზოგადად საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც სეზონურად ალბათ აინტერესებთ, რა ტიპის გაძვირებები ელოდებათ ზამთარი ახლოვდება და გამომდინარე აქედან. მოგესალმებით ლიზა, მივესალმები მაყურებელს. მაგრამ მე კითხვას დაგიბრუნებდით, რომ თურმე ყვავისო რატო ბოლო 30 წლის განმავლობაში როდის არ ყვაოდა საქართველოში კორუფცია და თუნდაც მით უმეტეს ელიტარული კორუფცია. მე სამწუხაროდ ასეთი პერიოდი არ მახსოვს. ბოლო პერიოდში იმალებოდა და შენიღული იყო ნამდვილად რაღაცნაირი. რა დამალვა უნდა ხსებით, მშვიდობით. შეიძლება ფურცელზე ვიღაცა არ წერდა ამას და პროკურატურა ეს ბრიფინგებს არ ატარებდა, როგორც ამ ბოლო დღეებში ატარებენ, მაგრამ ახლა ვაკეში რო უფრო ძვირადღირებული მანქანები დადის, ვიდრე მილანში, ახლა მაგას ნებისმიერი ადამიანი ხედავს და ვინ ზის ამ მანქანების საჭესთან, ან უკანა საჯდომებზე ხო ყველასთვის ნათელია და ვინ ვისი ახლობელია ამ ქალაქში და ვინ ვისი მაპატია და კრეშით აკეთებს ბიზნესს, ესეც ხო ყველა მიცის რაზეა საუბარი, ეს არაფერი დამარული არ არის. ბიბლიაშიც წერია და ჩემზე კარგად იცის ყველამ რომ არა არის დაფარული რაც არ გაცხადებს ასე რომ ну ამ პროცესში ვართ და აუცილებლად მაგაზე ოდნავ მოგვიანებით, თუმცა აი ძალიან ბევრი რაღაც სტატისტიკა შემხვდა ასე შემდეგ, მაგრამ ძირთადად რაც ადამიანებს რომ ყოველდღიურად გვირეკავენ აინტერესებთ იმ კითხვებით ვიწყებ საუბარს შედარებით მარტივი თემით, ზოგადად რა მოლოდინი გვაქვს სეზონთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ სამწუხაროდ გაიაფებას პროდუქციას ფასების კლებას არ ველოდებით. იქნება ასევე გაძვირება ფასების განსაკუთრებით რომელ სექტორში ველოდოთ განსაკუთრებით? ახლა თუ თქვენ გრძელვადიანად იძახით და ზამთრისთვის კითხულობთ, საახალწლოდ როგორც წესი პროდუქტებზე იზრდება ფასები. იმის გამო რომ ყველა ემზადება ახალი წლის ზეიმებისთვის და საქართველოში ეს ზეიმი 2 კვირა ან მეტი გრძელდება, იმიტომ ჩვენ ყველაფერი ორჯერ გვაქვს ახალი წელი, შობაც ასე შემდეგ და molხენა გვიყვარს ბედობა. ფასების ზრდა პროდუქციის გარდა გუშინდელი მოვლენების შემდეგ სავარაუდოდ მოხდება საწვავზე, იმიტომ რომ გუშინიცით შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა როსნეფტი და ლუკოილი, ეს არის ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია, ფაქტურად გიგანტები არიან, რომლებიც მსოფლიო ნავთობის, რუსეთი არის მსოფლიო ნავთობის მოპოვების 20% დაახლოებით, 1/5 თითქმის და წარმოიდგინეთ. ეს ნავთობი მაინც დაჭირდება მსოფლიო ეკონომიკას, რომ იფუნქციონიროს, მაგრამ მის შესყიდვას პირდაპირ ვეღარ შეძლებენ, იქ ჩაერთვება სხვა გვერდის ამხვევი სქემები, რომლითაც ეცდებიან ამ ნავთობის გატანას. როდესაც გვერდითა სქემები ირთვება, ყოველთვის ვიღაცა თავის წილს ითხოვს და შედეგად ვნახავთ, რომ ფასი გაიზრდება საწვავზე, ან მიწოდება შემცირდება, ან ფასი გაიზრდება. რაც ბუნებრივია გულისხმობს იმას, რომ თითქმის ყველაფერზე გაძვირებას უნდა ველოდოთ პროდუქტების. აი რა არის ის მაგალითად ჩვენ ვიცით ხოლმე, რომ ყოველთვიურად ქვეყნდება სტატისტიკები, მაგალითად ამ თვის განმავლობაში წინათვის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით რა გაიაფდა ან რა გაძვირდა და აი ამ ტენდენციასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, რა არის ის მაგალითად რაც ხელმისაწვდომი გახდა უფრო მეტად ადამიანებისთვის თუ გვაქვს. სხვათა შორის თუ ნახავთ შედარებით ნაკლებად ძვირდება, არ გაიაფებულა ისე, მაგრამ ნაკლებად ძვირდება ტექნიკა და ტანსაცმელი და ავეჯი. იმიტომ რომ ხალხს არ აქვს მასიურად ტექნიკისა და ავეჯის საყიდელი ფული. კი ბატონო. ფულის ძირითადი მასა, რომელიც, ჩვეულებრივ მოსახლეობაზე მაქვს საუბარი, მე ხო მილიონერებზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ. ოჯახი ფულის ძირითად თანხას ხარჯავს საკვებზე თვის განმავლობაში.
საკვები იმდენად არის გაძვირებული თქვენ რომ შეადაროთ 10 წლის წინდელი ფასები საქართველოში პროდუქტებზე დღევანდელ ფასებთან აღმოჩნდება რომ ზოგიერთი პროდუქტი 3-4 ჯერ არის გაძვირებული. კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქტებიც არ მაგრამ მე ხალ ვიძახი ის რაც უცებ შეიძლება ამოკიტივდეს მეხსიერებაში როგორც არის მაგალითად ზეთი და პამიდორი. პამიდორი რომელიც 7-8 ლარი ღირს საქართველოში მაშინ როდესაც ლარიც კი გვეძვირებოდა პამიდორში გადასახდელად. კარტოფილი მათ შორის. კარტოფილი ხო რაღაც არ ვიცი. პროდუქტი იყო ალბათ. ხო, ძალიან რთული ვითარება ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი ასევე იმასთან არის ძალიან ახლოს შეკრული, რომ საქართველოში არის წარმოება სათანადო რაოდენობით ის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა თვითონ მოიხმარს. ანუ გადავიდენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ისეთ პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც ექსპორტზე გადის კარგად. მაგალითად ჟოლოების გარკვეული სახეობები, მოცვი, რომელიც ძვირი ღირს გერმანიაში გადის საკმაოდ ძვირად. ზეთისხილიც კი ბაღები. კი. გეტყვით უფრო მეცაც ხიზილალაც კი იწარმოება საქართველოში ხელოვნურ წყალსაცავებში, სადაც თევზები მრავლდება და მიდის ხიზილალის რეწვა. თუმცა ეს არის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებზეც იციან რომ მომხმარებელი უკვე ყავთ მსხვილი დამკვეთი უცხოეთში და იქ იყიდება. ხოლო ისეთ პროდუქციაზე, რომელიც შედარებით იაფი უნდა ღირდეს წესით, ხო? იქ უკვე დეფიციტი გვაქვს წარმოებაში. შემოდის ეს პროდუქცია, მოდის სიმართლე ვთქვა, ძირითადად ორი მომწოდებელი სახელმწიფო გვყავს, ეს არის თურქეთი და რუსეთი. კარტოფილი შემოდის თურქეთიდან, მაშინ როდესაც ახალციხეში და ახალქალაქში, ანუ სამცხე-ჯავახეთში საკმაოდ დიდი პროდუქციის მოყვანა არის შესაძლებელი, მაგრამ თურქული ფასით უფრო დაბალია და ფაქტურად ამ მიმართულებას სპობს. გინდაც ხორბლის მიმართულება აიღეთ, რომელიც გინდათ ხორბლით, გინდათ ფქვილით, ну ძირითადად ახლა უკვე ფქვილზე არის გადასული, არის რუსეთისგან მიღებული იმპორტი და საქართველოში წარმოებული პურის შეიძლება ითქვას, რომ 98%-ზე მეტი იწარმოება იმ ხორბლითა და ფქვილით, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. და ასე შეგვიძლია ჩავყვეთ თითქმის ყველა პროდუქტზე, ნახოთ და სამწუხაროდ კიდე ერთი რა არის, ცით არასასიამოვნო. არის პროდუქცია, რომელიც საქართველოშიც იწარმოება, მაგრამ ფასით ყოველთვის უფრო ძვირი არის ვიდრე იმპორტირებული. არა და პირიქით უნდა იყოს, შენ ხო უცხოეთში არ აგზავნი ამ პროდუქციას, ის უნდა იაფიჯდებოდეს, იმიტომ რომ ელემენტარული სატრანსპორტო ხარჯები გაქვს ნაკლები. აქ რაღაცა სხვა პრობლემებთან გვაქვს ჩვენ საქმე. აქ საქმე იმასთან არის, რომ ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ფასის გაზრდასთანაც ხომ გვაქვს ხოლმე საქმე ბიზნესის მხრიდან. რა თქმა უნდა, ხა წარმოიდგინეთ, რომ რამდენი მარკეტის ქსელი არის საქართველოში. თქვენად ჩამოგითვლით, ხა ყველა მიცის. დიდი მსხვილი ქსელები არის ნიკორა, ორი ნაბიჯი, სპარი, ლიბრე იგივე ნიკორა არის და აი ეს რამოდენიმე მარკეტების ქსელი ფლობს ბაზრის უდიდეს ნაწილს. ანუ სადაც არ უნდა შეხვიდე პროდუქტის საყიდლად, ერთ-ერთი მათგანი არის ამ სამიდან. ან სამივე ახლო-მახლო იქვე. ისინი ქმნიან ფასებს. შეიძლება გლეხი საკმაოდ იაფადაც აწარმოებს ადგილზე პროდუქციას, სადღაც კახეთში, ამ თქვათ იმერეთში, არა აქ ამას მიშობა ან ქართლში და არ ყიდის ძალიან ძვირფასად, მაგრამ აი იქ უკვე მომწოდებელი, როდესაც შეისყიდის მისგან პროდუქციას და ჩამოიტანს ქალაქში და გადანაწილდება ის უკვე მაღაზიებში, საკმაოდ ძვირად ღირებული ხდება. იმიტომ რომ მაღაზიას აქ ის ძალაუფლება, რომ მის გარეშე ეს პროდუქტი ვერ იყიდება, ის კარნახობს ბაზარს ფასს. საბაზრო ფასი არ არის, რაც უნდა კონკურენტულ ბაზარზე ყალიბდებოდეს, ამით სამი კომპანია შეთანხმდება მაგალითად, რომ მოდი რა ვქნათ, შენთანაც არის მაგალითად შამპანიური, ჩემთანაც და კიდე ჩვენ მესამე მეგობრებთან. დავადოთ მაღალი ფასი, რომ ვერსად ვერ შევიდეს მყიდველი და უფრო იაფად ვერ იყიდოს. რა გამოსავალი ექნება? არაფერი, უბრალოდ ერთ-ერთ მათგანში უნდა შევიდეს და იყიდოს. სამწუხარო რეალობა არის. საფთქო ქსელებშიც აბსოლუტურად ერთი და იგივე მდგომარეობა თითქმის ყველგან. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ტენდენცია არ გვაქვს გაიაფების და პირიქით მზარდია ყოველდღიურად ფასები და რაც ბუნებრივია ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ნომერ პირველი საკითხი ალბათ ყველა ადამიანისთვის, რომელსაც ოჯახში პროდუქტის ყიდვა უწევს და ყოველდღიურად ხედავს, როგორ უძვირდება ცხოვრება. რა თქმა უნდა, მეორე მხარე აქვს მედალს ყველა ფერში, ხო? ადგილობრივი წარმოებაც ვერ მოძლიერდა, ხლა რაზე არის ლაპარაკი, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, იზრდება ერთადერთი დეველოპმენტის სფერო, სადაც მართლა ჩამოსული არაბი და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყიდულობენ მასიურად უძრავ ქონებას, ან
ის ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკები ზოგს აღმოუჩენენ რომ 84 ბინა აქვს, ზოგს 48 და ასე შემდეგ. ნუ ეს ხო არ არის რეალური ეკონომიკის ზრდა, ნუ ეკონომიკა ქვეყანაში უნდა იზრდებოდეს მწარმოებელი დარგების საფუძველზე, ქარხნების საფუძველზე. ეს იმ ქვეყანაში, სადაც თავის დროზე ჩარხწარმოება იყო ერთ-ერთი უდიდესი დარგი, რომლებიც უშვებდა უნიკალურ დანადგარებს, ყველანაირი დანადგარის წარმოება შეეძლო. თქვათ შორის ამას წინათ ჰქონდა საუბარი, ჩემი მეგობარი არის საინჟინრო საქმის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე დოქტორი, ბიგი ჭყოლარია და მაგასთან ერთად გავდიოდით ამ საკითხს და გული აქ ტკივდება უბრალოდ ამ ქვეყანაში იმდენი შესაძლებლობა არის რომ წინ წავიდეს და განვითარდეს თუნდაც ბიზნესი და ეს არ იყოს ბიზნესი რომელიც მარტო ფულის კეთებაზე ორიენტირებული არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გაზრდაზე მე იქ რო დასაქმდებიან ადამიანები ხელფას მიიღებენ კარგ ხელფას მიიღებენ ეს ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავა ქვეყანა გამდიდრდება გარდა იმისა რომ ის ადამიანები ხელფას ანუ შრომა ყოველთვის მიდის იმ შედეგამდე, როცა ხელი ხელს ბანსო რეზულტატი იდება და. აი, რაზე მინდა გკითხოთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ეკონომიკურ პროცესებზე, იმაზე, რომ როგორ მუშაობს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური გუნდი მუშაობს თუ არა და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ თქვენ საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი რესურსი არსებობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდი, ის ადამიანები, რომლებიც პასუხისგებლები არიან იმაზე, რაზეც ხშირ შემთხვევაში პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ მაგალითად გაიაფდება კომუნალურები, მაგალითად საწოლზე ფასი დაიწევს, არ უფასო ფულსაც კი პირდებოდნენ თქვენ გახსოვთ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდიოდა. იმაზე რომ მაგალითად ხანდაზმულ ადამიანს იქნება ღირსეული სიბერე, პენსია, ასე შემდეგ და როდესაც მუდმივად გვეუბნებიან რომ პენსიონერებს 20 ლარზე მეტ წლიდან წლამდე ვერ მოუმატებენ, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტს აღემატება და ბიუჯეტით არ არის შესაძლებელი და რეალურად ხედავთ თურმე საქართველოს ბიუჯეტში როგორ რა სახის ფულის გათეთრებები არ ვიცი გადახარჯვები, არამიზნობრივი ხარჯვები და თუნდაც ძარცვა მიმდინარეობს, ხომ? ნუ და გადაჭრით და დასაბუთებულად არ შეგვიძლია ყველაფერზე ახლა ვისაუბროთ, ამას გამოძიება დაადგენს და ალბათ საბოლოო პასუხს უნდა აღიარებითი ჩვენება გააკეთა ადამიანმა მეტი რაღა გინდა, რაღა გამოძიება გინდა და რაზეც უკვე მიმდინარეობს, მაგალითად კონკრეტული პირების შემთხვევაში, მაგალითად ბურჭულაძის შემთხვევაში და ასე შემდეგ, ხომ? შეგვიძლია აი აქედან გამომდინარე ვივარაუდოთ. აი მაღალ ჩინოსნებზე მუდმივად გვესმის 22 ადამიანის სახლი გაჭრიკეს არ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ აქ სისტემურად არის საუბარი იმაზე, რომ მაღალჩინოსნები საკუთარ ძალაუფლებას იყენებენ ძალიან ბოროტად, ხომ? გვაფიქრებინებს იმას, რომ არის შესაძლებელი თურმე, თუ კი კეთილი ნება იქნება ადამიანების პრობლემებზე წავიდეს ეს თან. კატეგორიულად ვიძახი, რომ არ არის შესაძლებელი და იმიტომ რომ კეთილინებით ესეთი რაღაცები არ კეთდება. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც რომელსაც სამწუხაროდ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა გლიტავს. მე ჩვენ სამშობლოზე მაქვს საუბარი საქართველოზე. ეს კეთილინებით არასდროს არ მოხდება. რას გვაჩვენებს ბოლო 30 წელიწადი? ეს კეთილინებით კი არ უნდა მოხდეს, ეს უნდა მოხდეს ხალხის მოთხოვნით. საქართველოში რაზე არ ხდება მიტინგები. ის რატო დაიჭირეს, აქ რატო იმას ეს რატო უთხარი, აქ ნუ უამრავი თემა არის საგარეო ორიენტირებად. ბოლოს როდის გახსოვთ მიტინგი გამართული საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ფასების ზრდაზე, ტარიფების ზრდაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. აი თქვენ მითხარით საწვავის ფასთან დაკავშირებით გახსოვთ ხომ ქუჩები იკეტებოდა ერთი დრო. აი ამდენი ხნის საწვავის ფასი რო გაზარდეს ყაზახეთში. ყველას ახსოვს ეს ტელევიზორში იყო ამოაყირავა ადგილობრივმა მოსახლეობამ მთელი მთავრობა. რუსეთმა გააგზავნა იქ სპეცდანიშნულების სამხედრო ჯგუფები, რომ გადაერჩინათ თავის მოკავშირე ხელისუფლება და დააბრუნეს ფასები ძველ ნიშნულზე. იმიტომ რომ ეს ყაზახები ყველაზე მაგრა იმას შეშფოთდნენ, რას ქვია ფას მიზრდი საწვავზე, ანუ ჯიბიდან ფულს მიღებ და სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ჯიბიდან ფულის ამოღებაზე არავინ ხმას არ იღებს. ნუ ეგ ისეთი რაღაცა ახლა მოიპაროს რა. რა მოხდა? ახლა ცოტა ხო უნდა შეჭამოს, რატო უნდა შეჭამოს? ჩემი ფული სხვა ადამიანმა რატო უნდა შეჭამოს, მე ვერ გავიგე. იმის გამოა ეს ყველაფერი, რომ აქაური ხალხი მივეჩვიეთ, რომ ეს ბიუჯეტის ფული არის ვიღაცა კონკრეტული ჩინოვნიკების სახვრეპი გობი
და არ არის ეგრე. ეს სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ არის, ეს არის ხალხის ფული, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი არის და ნუ გონია აქ ვინმეს რომ რაღაცა მსხვილი ბიზნესმენების ან რაღაც მსხვილი მეცენატების თანხებით იკრიბება ბიუჯეტი. თქვენ რომ ბიუჯეტი ნახოთ შემადგენლობა შინაარსობრივად როგორ იკრიბება ბიუჯეტი. აღმოჩნდება რომ თანხის უდიდესი ნაწილი შედგება იმ გადასახადებიდან, რომლებსაც კონკრეტულად თითოეული აი ჩვენნაირი უბრალო ადამიანი ვიხდით. ეს არის მაღაზიაში რო შედიხართ თქვენ და ზეწყიდულობთ იმას 18% DGG ემატება. თქვენ რო ხელფასი ჩაგერიცხებათ პირობითად 1000 ლარი, იმას 20% საშემოსავლო აკლდება. საპენსიო ფონდში ირიცხება იქიდან კიდე ჯამში 6%, 2 თქვენგან, 2 დამქირავებლისგან, 2 კიდე ბიუჯეტიდან მიდის და ასე შემდეგ. ეს თანხები ძირითადად არის ჩვენი გადახდილი და არა ვიღაცის ნაჩუქარი ან რაღაცა მსხვილი ბიზნესისგან შექმნილი და ამ თანხებზეა ლაპარაკი ჩვენს ფულზე და არა რაღაც ზოგად თანხებზე. ეს იგი პრობლემა გვაქვს ამ ნაწილში, რომ საზოგადოება უნდა იყოს უფრო მეტად მომთხოვნი იმ ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, რომელსაც ამის პასუხისგებლობა გააჩნიათ. რა თქმა უნდა. უფრო მეტსაც გეტყვით ახლა სხვადასხვა ток-შოუებს რო უყურებთ, თქვა ინტერაქტივი იმართება, რეკამენ ძირითადად მოთხოვნებით იმან ამას უთხრას რო გაიბიჭა ეს ცუდი ტიპი ასე შემდეგ. იმაზე რომ ფასი გაძვირდა და მოდი დააკლონ ამას გადასახადი, ამ თქვა ტარიფი გაზარდეს რაღაცაზე ჯარიმაა ძალიან გაზრდილი და შეამცირონ ეს ჯარიმა ან რაღაც გადასახადი შეამცირონ. ამაზე მე არ გამიგია ვიღაცას და კი, თქვენ იცით რომ ჩვენს არხზეც გადის ინტერაქტიული გადაცემა, არ ვიცი რომელ არხზე ამბობთ, მაგრამ მე მუდმივად ვისმენ შეფასებებს საზოგადოების მხრიდან. ერთის მხრივ ადამიანები ამბობენ რომ მათ ძალიან უჭირთ პენსიონერები, პრაქტიკულად გადასარჩენი არიან, იმიტომ რომ ამბობენ ღია ეთერში, რომ ისინი ერთი ან ორი კვირა ძლებენ პირველი, როდესაც ისინი პენსიას აიღებენ და შემდეგ დანარჩენი ორი კვირა მშივრები არიან, მაშინ როდესაც მედიკამენტებს იყიდიან, კომუნალურს გადაიხდიან და საჭმლისთვის ფული არჩებათ. ეს გასაგებია, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ შემწყნარებელი ერი ვართ და მე რა ყველგან ხდება ეს მოპარვები, ბიუჯეტის ფულს ყველა იპარავს და ჩვენ აუცილებლად რახან ადამიანმა აღიარა რომ ამას იპარავს, უნდა შევუნდოთ ვაპატიოთ და ვაცადოთ რომ ქვეყანას აშენება. აი ხო ხედავთ უკვე დაიწყეს რაღაც ეკა ანტიკორუფციული მოძრაობები და ასე შემდეგ. აი და თქვენ საუბრობთ ამ დროს სამხალხო პასუხისგებლობაზე და ადამიანების დამოკიდებულებაზე, რომელთაც მათ საკუთარი უფლებები უნდა დაიცვან და მე ძალიან ხშირად მაბრაზებს ხოლმე ასეთი დამოკიდებულება და თქვენ სწორედ ამაზე საუბრობთ. არის თუ არა ეს ერთ-ერთი სწორი გამოსავალი, მაგალითად საფრანგეთში ჟილეტების აქცია ჩვენ მე ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ მაგალითს როგორ ადამიანებმა აი თავიანთი დამოკიდებულებით მიაღწიეს იმას, რომ არ დაუთმეს მართლაც ეს ხო იყო შრომელი ადამიანების, ასე ვთქვათ, პროტესტი და ჩვენთან არასდროს არ არის ხოლმე ამგვარი პოლონეთშიც იყო თუ გახსოვთ, რა თქმა უნდა. რომ იაფიანი რუსული და უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩვენ უმუშევრად ტოვებდა და ჩვენ ესეთი პრაქტიკა ძალიან ცოტა გვაქვს და რატომ აი სათაკილოა აი ასეთ ტიპის ეთყობა გამოდის რომ ვიღაცეებისთვის სათაკილო და ურჩევნიათ მშივრები ისხდნენ სახლში ვიდრე ხმამაღლა თქვან იმაზე რომ მე მიჭირს და ნუ მპარაო ფულს და მე ჩემი მომეცი მოვითხოვ. უფრო მეც გეტყვით ვიდრე ეს რა. ეხლა 30 წელიწადია ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელია. რაღა უნდა ვაცალოთ? ვის რა უნდა ვაცალოთ? მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას ბომბავდნენ ეგრეთ წოდებული carpet bombings ქვია მაგას ინგლისურად, რუსულად არის კავროვოე ბომბარდიროვკი. ეს რა არის? მიწასთან გაასწორეს მთელი ქალაქები, ესეთი როგორც ჰამბურგი და ნოხივით გაასწორა. აი როგორც ნოხი არის, ბრტყელი ისე იყო ქალაქები გასწორებული. შენობა აღარ იყო დარჩენილი. უფრო მეტი კიდე მაგაზე. იაპონიას 2 ატომური ბომბა ესროლეს ზემოდან. გარდა იმისა, რომ უამრავი თვითმფრინავი ბომბავდა. და ეს ქვეყნები, რომლებიც მიწასთან გაასწორეს ომის დამთავრების შემდეგ 10 წელიწადში ისევ ფეხზე დამდგრები და ერთ-ერთი ლიდერები იყვნენ თავისი რეგიონის ეკონომიკაში და 15 წელიწადში უკვე მსოფლიო ეკონომიკის ლიდერებში ჩაეწერა. 3 მილიონი ადამიანიც კი არ ვართ ამ ქვეყანაში. ხო და რა გახდა ამ ქვეყნის ფეხზე დადგომ, რას უნდა ველოდოთ? 30 წელი ველოდოთ, კიდე ერთი 30 წელი და მეტი კი არ ვცხოვრობთ ადამიანები. დამთავრდა, მაშინ მოლოდინში რაღაც დავიბადეთ თუ უნდა ველოდოთ, რას ველოდოთ? თან როგორი სტატისტიკა გვაქვს ჩვენ, როგორი ოფიციალური მონაცემები გვაქვს, მაგალითად მთავრობის წევრებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში 527 მილიონი ლარი აიღეს პრემია დანამატებში. იქ დეკლარაციაში უწერიათ ხოლმე რომ საჩუქრად მიიღეს ძიძალი ქონება, ბინები, მანქანები, ასე შემდეგ და გარდა ამისა 16000 აქვთ მოჭრილი ხელფასი ხომ დეპუტატებს და აი როგორ შეიძლება ამ ადამიანებს საერთოდ ველაპარაკოთ იმაზე რომ 350 ლარი პენსიონერს არ ეყოფა და ეს არ შეიძლება როგორ შეიძლება არ ესმოდეთ უბრალოდ. ამ მედალსაც ორი მხარე აქვს ლიზა. ერთის მხრივ უნდა აღვნიშნო რომ
მე პირადად არ ვიცნობ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, არც ჩემი მეგობარია, არც ნათესავი არ არის, მაგრამ ძალიან არ მომეწონა, რომ ამდენ ადამიანზე იყო გადაფოფრილი და ზრუნავდა და იცავდა და კაცშვილი არ გამოვიდა და მის მხარდასაჭერად ერთი აქცია არ გამართა, ერთი არავისთან კომენტარი არ გააკეთა ჟურნალისტებთან, თუნდაც ამდენი მოქმედი მთავრობის წევრია, რომელიც მასთან ერთად ამდენი ხანი მუშაობდა, რა ვიცი, სუფთა ადამიანურად რაღაცა ბევრს კითხვა დაებადა ამასთან დაკავშირებით რა. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე კი თუ იცი რომ ამ ხელა დანაშაულებია და ამ ხელად რა 500 მილიონზე მაგ ხელა თანხას მხოლოდ ერთ კლანს ედავებიან და იქ რამდენი კლანი არის ჩართული. თვითონ იძახიან რომ დაახლოებით 50-მდე ოჯახია რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას მართავდა, ხო ეგრეა. თითოეულს აქ მაგ ხელა თანხა მინიმუმ, რომელსაც ატრიალებენ თუ მეტი არა კიდე რა და ამ ქვეყნის ძალიან კარგად გამართვა და ფეხზე დაყენება შესაძლებელია უბრალოდ. რატომ? ვის რაში ადარდებს ქვეყნის კარგად გამართვა და პენსიონერის კარგად ყოფნა, როცა ის პენსიონერები თვითონ არ ითხოვენ რომ კარგად მაცხოვრეო. ერთხელ არ გამოსულან მიტინგზე და არ უთქვიათ რომ რაღაცა აი ჩვენ მოვითხოვთ რომ ხელს პენსიები გაგვიზარდეთ თუ არა და ჩვენ ხმას თქვენ არ მოგცემთ და წავალთ და რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციას პარტიას მივცემთ და ამით თქვენ გაგისტუმრებთ ოპოზიციაში. ეს რო დაინახონ შეშინდებიან და დაფიქრდებიან უკვე რომ პენსია უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, თქვათ 20 ლარით არა და ამ დროს დეპუტატის ხელფასი რაღაც 1000-ებით არ უნდა იზრდებოდეს, ხო ეგრეა? იცი რა, არ დაგეთანხმებით ამ ნაწილში. პენსიონერს არ უნდა უწევდეს დაალაგებულ ქვეყანაში. არ ხარ დაალაგებულ ქვეყანაში. ლიზა, თავიდანვე აი არ გეთანხმებითო და არგუმენტი მოყავთ რა არ უნდა უწევდეს დაალაგებულ ქვეყანაში და სადა გაქვს დაალაგებული ქვეყანა? მესმის. ვინ დაალაგა ეს ქვეყანა და ხელისუფლებებს ამიტომ ირჩევენ. პენსიონერი ღარიბია და გაჭირვებულია და ცუდად ცხოვრობს. ეს დაალაგებული ქვეყანა როგორ არის ამიხსენით? შეიძლება ერთეული პენსიონერები იყვნენ ღარიბა და გაჭირვებულად ყველა ქვეყანაში შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ მასიურად როცა პენსიონერების უმეტესობა ვერ ცხოვრობს ღირსეულად, ეს ნიშნავს რომ ჩვენ დაალაგებულ ქვეყანაში ვართ. არ არის ეგრე რა, ჯერ დავალაგოთ მოდი ეს ქვეყანა და ამ დაალაგებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა სულ ყველა. მე იმას კი არ მოუწოდებ, ხალხო ხმალი ამოიღოს და ვიღაცას ამის შესაძლებლობა აი ამ პოლიტიკური დღის წესრიგით, აი ამ ეკონომიკური გუნდით რომ რაღაცნაირად აი ამ დაალაგებისკენ წავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან კიდე ერთ კონტრშეკითხვას დაგისვი. რატო ამ პოლიტიკური გუნდით, რატო ამ ეკონომიკური გუნდით? ჯერჯერობით სათხედავთ აქ ეკონომიკურ გუნდს. რა ეკონომიკური გუნდი ჩვენ გვყავს? კარგით რა. ჩვენ პოლიტიკური გუნდი არსებობს. იქ არავით არის ეკონომიკური პოლიტიკის მსგავსი არაფერი არ არის. კერძო ბიზნესი რასაც ინდოებს, იმას აკეთებს საქართველოში. რო გითხრათ რა, ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო ახლა შეცვლის რაღაცას და ყველა ბიზნესმენი ფეხის წვერებზე მივადგო, თქვენ ცით რომ ეგ სიმართლე არ არის რა. ამიტომ ამას ყველაფერს ჭირდება თითეული საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. იმ დოზით მაინც რომ რაღაცა შეიცვალოს. მომენტი რო იცით რა, მე არ მადარდებს გვერდით ვარ, რა ვიცი, უყურეთ, როგორც ვცხოვრობთ, ისე ვიცხოვრებთ და თუ ვინმეს რამე გონია უბრალო ადამიანს შეეძლო, დიდი არაფერი არ შეცვლია ჩვეულებრივ ადამიანებს წლების მანძილზე. იცვლება სახელი, გვარები ხელისუფლებაში ვინც არიან, მათ გარშემო ადამიანები ნამდვილად კარგად ცხოვრობენ, სამწუხაროდ უბრალო ადამიანების ცხოვრება პრაქტიკულად არ იცვლება. ან თუ იცვლება, ბევრად ნაკლებად ეზრდება შემოსავალი, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებასთან ახლოს არიან. ეხლა ნათლად ხო შეგიძლიათ ნახოთ არავის არ მინდა გრძნობებს ვაწყენინო, მაგრამ თბილისში არის უბნები, სადაც ძაღლები უკეთესად ჭამენ, ვიდრე გარე უბნებში ბავშვები. ხათ შორის ამას ხედავენ ადამიანები და ამაზეც ამახვილებენ ყოველ ყურადღებას. სამწუხაროდ. არაერთი სტუდენტი ვიცი, რომელსაც ახალი წლის მოსვლა უხარია, იმის გამო, რომ სახლში ხორციანი საჭმელი ექნებათ. წარმოიდგინეთ. აი ეს არის იმ ქვეყანაში, რომელზეც ჩვენ დიდი სამით ვიძახით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს სოფლიოში. ჩვენ როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ უნდა გაიაფთეს პროდუქტი რაღაცნაირად, ისე გამოდის, რომ თითქოს აი ეს უაზრო კრიტიკაა, თუმცა ეს ყველაფერი, ეს საუბარი ზოგადად არის ხოლმე იმაზე გათვლილი, რომ ჩვენ დავინახოთ, რამდენად მარტივ რამეს ვითხოვთ. ეს არის აი საკვები პროდუქტზე დასული საუბარი, რომელიც 3 მაღაზიის ქსელის მაგივრად თბილისში, საქართველოს არსად არ არის, საქართველოში რო იყოს 10 მაღაზიის ქსელი პროდუქცია იქნებოდა ბევრად იაფი. 3 სააფთიაქო ქსელის მაგივრად რო იყოს 10 სააფთიაქო ქსელი, წამალი იქნებოდა ბევრად იაფი და გაჭირვებულ ავანტყოფ ადამიანებს თურქეთში არ მოუწევდათ ფულის გაგზავნა ნათესავებთან ერთად, რომ წამალი გადმოუტანონ იქიდან იაფად.
სამ ნავთობ-ბენზინგასამართ სადგურზე მეტი რო იყოს საქართველოში ქსელურს ვიძახი, ხო? საწვავიც უფრო იაფი ეღირებოდა და ამ სიის ჩამწვლა შემიძლია გავაგრძელო გინდათ მობილურებით, გინდათ საბანკო სექტორით, უამრავი სხვა დარგით, სადაც ყველგან არის ის ფასები, რაც დღეს გვაქვს. იმის გამო, რომ რამოდენიმე კომპანია ფლობს ბაზრის უდიდეს წილს და კონკურენცია არ არის და ფას არ წევენ ქვემოთ. თუ გონიათ ეგ სიტყვები ჩინურია ეხა მსმენელისთვის, მშვენივრად ერკვევა უკვე საშუალო ქართველი ეკონომიკაში. ყველაფერი გაიგო ამ ხალხმა უკვე თავის ტყავზე იგრძნო, რას ნიშნავს ის რომ წამალი გინდა იყიდო და სულ სამი საფთიაკი გაქვს, შედიხარ და ერთი და იგივე მაღალი ფასი არის სამივეში და გადადიხარ თურქეთში საზღვარს იქით და შეგიძლია მესამედ ფასში იყიდო ისეთი ძვირადღირებული წამლები, რომელიც მაგალითად სიმსივნით დაავადებულებს ჭირდებათ მკურნალობისთვის. როდესაც ადამიანი სიმსივნეს ებრძვის, რომელმაც შეიძლება მას ჯანმრთელობა მოუსპოს და მოკლას, ამ დროს ის ყველაფრის გამკეთებელია და ასეთ ადამიანს კიდე წიხს აჭერ შენ ზემოდან. ეს ხო ძალიან ცუდი რაღაცა არის რა. აი ამაზე კარგი მაგალითი რა მოვიყვანოთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ხალხს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ კონკურენცია არ აგვაქვს. არიან კომპანიები, რომლებიც მზად არიან შემოვიდნენ საქართველოში და გახსნან თავის წარმომადგენლობები. მათ შორის ქართველებიც არიან, ვისაც უნდათ რომ გაფართოვდნენ, მაგრამ აბა გაბედე და გააკეთე ეგეთი რაღაცა. ხვალვე დაგხურავენ ამ პრობლემას. მედია აი ამ ყველაფერზე იფიქრებს კიდევ ერთხელ ჩვენ მაყურებელი და რაღაცნაირად აი ეს საზოგადოების აზრები, დამოკიდებულება, თუნდაც აი ეს მოთხოვნის ნაწილი შეიცვლება და ერთად შევძლებთ იმას, რომ უკეთესი მომავალი ავაშენოთ და შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა გაიცემაში სტუმრობისთვის, ეკონომისტი ირაკლი მურცხოველაძე. თქვენც მადლობა სტუმრობდა და რამდენიმე წუთში დაგებრუნებით პირდაპირ შეშტროებით.